თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბიზნესმენი კია ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ტუკვაძე დაიკითხა, ის ამერიკაში იმყოფება და პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. ბიზნესმენმა დაკითხვისას განაცხადა, რომ შესყიდვა საიდუმლო უნდა ყოფილიყო და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს შესყიდვის სრული ღირებულების 10%-ით თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან უნდა წაიღო. როგორც მან თქვა, ის ჯუანშერ ბურჭულაძეს არ იცნობს და მხოლოდ მის ცოლის ძმასთან ჰქონდა შეხება. ტუკვაძეს ჩვენება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა მარიამ შათირიშვილმა შეაწყვეტინა და მოსამართლეს მიუთიტა, რომ მოწმე დაწერილ ტექსტს კითხულობდა, რის გამოც კამერას არ უყურებდა. ამის შემდეგ მოსამართლემ მოწმეს მიუთიტა კამერისკენ ეყურებინა. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემოთავაზა მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში. თანამდებობის პირებისგან მოეცა გარანტია, რომ ეს შესყიდვა შეთანხმებული იქნებოდა მართლა ახლო პერიოდში დაბრუნდა და ითხრა, რომ ესაუბრა მაშინ თავდაცვის მინისტრის, მან ითხრა, რომ ეს შესყიდვა შეთანხმებული იყო მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან. შესყიდვის პროცედურას, როგორც მახსოვს, უნდა ყოფილიყო საიდუმლო და არსებულ შესყიდვაში შესყიდვის ღირებულების სრული ღირებულების 10% მას უნდა წაიღო მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან, როგორც თვითონ მეუბნებოდა ჯუანშერ ბურჭულაძეს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ბრალის მიხედვით ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის ნათესავისა და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2.606.272 ლარის ნაცვლად 3.940.000 ლარად მიაწოდა, რის შემდეგადაც უწყებას 1.033.728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. გარდა ამისა, პროკურატურის თანახმად 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 554.000 ევროთ ქონება შეიძინეს. ქონებისთვის კანონიერის სახის მისაცემად კი მესამე პირთან დაბაწყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. რაც შეეხება ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან. ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.